შაირის ნელია იგრე დაგახილებს ებთა როგორც ავდოხი ქერია თუ გინდა შინაც გაგადანს ხენს მოუწვით დაწელია ორი დომარას ავსემა გუდა პირ მოუცნელია Dark memajos magana ragai kharosa mikhai babai kwezinaus vinme marmai barosa marwasas tu masuzi zilshi argai barosa he სამომყედა იხროყინეგებს ახილზე მოიდეთ მიხაი პაპაია გრეუს ხარ გადაგივართ ხნას კოჩორი ვირიძებ ნარაღა თუნდა აგერე ზრდები ჩოჩორი დღეს დავამთავრე შაირი განა თუ შემომელია მეც დავამთავრე შაირი შარაგზელია დანარჩენს მერე გიამბობთ გუდა პირ მოუხსნელია ბახრიონიდან გითქერდი ლამაზო თუშის ქალაო მეგული გადაგიშალე შენ სიყვარულს აითმალავო მეგული გადაგიშალე შენ სიყვარულს აითმალავო მე მალე გამოგიქროლებ და მოგიდათებ ქარითა რომ თაზე შენი მშვენები გარგონ ყვავილთა რომ თაზე შენი მშვენებით ვერი და გარგონ ყვავილთა რუბლები დაფარფაგობენ როგორ ჩარბათით მრვალები შენ შემოხედვას ნადრუსა შური ჩემ ხედავენ ქალები მალ ხედავ გეყოფა სალიგდე დაღარა დაბლა დახარა დაღარა დანაოჯა დეტყოილ აღარა ხარა დაღარა დანაოჯა დეტყოილ აღარა ხარა ანწყალი მასვია ვინო ანთოლი შემომიდანე ანში დამიგენაბადი ანგარეთ გამომიდანე ანში დამიგენაბადი ანგარეთ გამომიდანე იმ გზას გავქერი ყოველთვის რომლითაც უნდა იარო არ გამებაროს ისამი ჩემს კერობ ჩამოიარო არ გამებაროს ისამი ჩემს კერობ ჩამოიარო არ გამებაროს ისამი ჩემს კერობ ჩამოიარო მოგესალმებით
მოკლედ აღფრთოვანებულები ვართ ამ ბავშვების შესრულებით. ჯერ დავიწყოთ აქედან, მივბრძანდებით თქვენ. მე ვარ ინგა ხაჩიძე, მუსიკოსი, დირიჟორი სპეციალობით. მყავს ანსამბლი კესანე და მასში გაერთიანებულები არიან გოგონები და ვაჟები. და სხვათა შორის წლევანდელი თაობა ეს, იმიტომ რომ წინა თაობები უკვე შეიცვალნენ, ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში და ფაქტურად დაგტოვეს ამის გამო. და ძალიან ცოტა ხანია რაც ესე ერთად ვაკეთებთ ამ მუსიკას და შეძლებს დაგვარად მე მგონი გამოგვდის. და ეგ სახელწოდება საიდან კესანე? ეს სახელწოდება სხვათა შორის ჩემმა მაესტრომ ბატონ თემქევხიშვილმა შეარჩია თავის დროზე და აღფრთოვანებულები არიან ბავშვები თითოეული მათგანი მე მგონი ვამართლებთ ისეთი ლამაზი ყვავილია ეს კესანე და ზოგადად ესენიც ძალიან საყვარლები და ლამაზები არიან გარდა იმისა რომ შესანიშნავად მღერიან ბავშვები და შესანიშნავად ეუფლებიან ამ საქმეს რასაც შეძლებს დაგვარად ვაწვდი მათ. მართლაც შესანიშნავად მღერიან და თუ მათ არ უყვართ ქართული კულტურა, ქართული სიმღერა, არ არსებობს რომ ესე ბრწყინვალედ შეასრულონ, მაგრამ მაინც თავი და თავი თქვენ ხართ ამ ყველაფრის. რა სიტყოდით, აი, როგორი ბავშვები მოდიან, როგორი განწყობა აქვთ და რატომ თუ დაგისვიათ ეს კითხვა, რომ რატომ აირჩიენ? ვერც უცხოური სიმღერა იტაცებს, აი რა სიტყოდით, რატომ აირჩიენ ბავშვები? ყველაფერი და თქვენ შესახებაც, რატომ თქვენ აირჩიეთ ეგ? მე ზოგადად ვარ რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად მე მაინც ისევ მინდა რომ ბავშვებზე გავაკეთო აქცენტი. ბავშვები მოდიან ზოგადად ყველას მაინც აინტერესებს უცხოური მუსიკა, დღეს ეს მოდაშია თავისთავად, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბავშვებმა უნდა თავისი კულტურა უნდა ისწავლონ, თავისი ტრადიცია, ტრადიციული სიმღერები, სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეისწავლონ, ჯერ ქართული და შემდეგ უკვე განავითარონ ეს თავისი ცოდნა უკვე უცხოურ მუსიკაში, ეს რომელი ქვეყნის იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ჩვენ რეპერტუარში არის მსოფლიო ხალხთა სიმღერები. და არაერთ სიმღერას მღერიან ეს ბავშვები გარდა ქართულისა. ოღონდ არის მსოფლიო ხალხთა სიმღერები, ხალხური ფოლკლორი ასე ვთქვათ. რა ვიცი რა ვთქვა. სხვა წარმატებებს გისურვებთ და არ არსებობს რომ წარმატებები არ იყოს, იმიტომ რომ საოცარი ბავშვებია და რა ვიცი, მე ვიცი რომ თქვენ კიდევ რაღაც ახალი პროგრამები გაქვთ, ახალი შეხვედრები გაქვთ. რა სიტყოდით? კი, ჩვენ აუცილებლად გვაქვს კონცერტები, ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს უკვე მაისის თვეში დაგეგმილი, ასევე გვაქვს ივნისის თვეში დაგეგმილი კონცერტები. უახლოესი ჩვენი კონცერტი იქნება 25 მაისს და 30 მაისს ეს ჩატარდება პირველი მზიურის პარკში. ბატონი მურმან გაბისონი აწყობს ამ ღონისძიებას და ასევე არტ-ჰოლში გვექნება გამოსვლა ამ შემადგენლობით. მე მგონი გავავართმევთ თავს ყველაფერს კარგად. ანუ დატვირთული ხარ? კი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს ძალიან. და ასევე გვაქვს ფესტივალები, მიწოვლები ვართ ბათუმში, ქობულეთში. ჯერჯერობით ჯობია რომ საქართველოს მასშტაბით თუ სადმე კიდე მიგვიწევენ და გვექნება ვინმეს ამის სურვილი რომ სადმე წარდგნენ ეს ბავშვები, დიდი სიამოვნებით ყველგან მივიღებთ მონაწილეობას. წარმატებებს გისურვებთ ამ კარგ საქმეში. გაიხარეთ. ქალბატონო ნინო, თქვენ როგორც მშობელი, რა სიტყოდით? მე დადებითად შევაფასებდი, ზოგადად მშობლების აზრიც ასეთია. ქალბატონი ინგას გაკვეთილებზე ბავშვები სწავლობენ ქვეყნის ისტორიას და კულტურას სიმღერასთან ერთად. და ბავშვებს არ სურთ გაკვეთილების დასრულება. და ეს თქვენი ოჯახური ტრადიცია ხო არ არის, რომ აი ქართული და რა თქმა უნდა ეს ყველა ქართველისთვის მისაღებია, მაგრამ შეიძლება ასეც ვთქვათ. ყავთ მომღერალი ოჯახში, რომელსაც ბავშვმა მიბაძა ან თქვენი სურვილი? კი, ბაბუას. ანუ კმაყოფილი ხარ? ძალიან კმაყოფილები ვართ, მშობლები. კარგი, მადლობა. ქალბატონო ხათუნა, მოკლედ მე როგორც ჟურნალის უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, რაც დღეს ვნახე, მაგრამ თქვენ როგორც მშობელი რა სიტყვით? აღფრთოვანებული ვარ მეც ქალბატონი ინგათი, მომისვენია ბევრჯერ კაპელაშიც ქალბატონი ინგასთვის და ბავშვები აღფრთოვანებულები არიან, ჩვენ სულ ყველა დიდი სიხარულით მოვდივართ ყოველ გაკვეთილზე. გაიხარეთ და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ინგას. ასეთი დიდი შრომისათვის, რასაც ეს ბავშვებში დებს თვითონ ქალბატონი. დიდი მადლობა. ქალბატონო ანა, თქვენ შემთხვევით წაგაწყდეთ აქ და თქვენ შვილიშვილს საოცარი ბავშვია და ყველა ბავშვი საოცარია, მაგრამ ახლა მე თქვენ გიცნობთ, ამიტომ თქვენი არჩევანი იყო ეს თუ ბავშვმა აირჩია.
გაბრიელი სოზაშვილი, ну მე ანა ლენორმანი ვარ, ყველა მიცნობს მე ტელევიზია TV+-დან და არა მარტო. მე მინდა პირველ რიგში უთხრა ქალბატონ ინგა ხაჩიძეს დიდი უდიდესი მადლობა. იმიტომ რომ იმდენად შეაყვარა სიმღერა. ნიშნულობა არ არის, ეს არის ფოლკლორი ქართული სიმღერა, რომელიც ბავშვებმა აუცილებლად უნდა ეს ტრადიციული კუთხეა, სადაც უნდა ბავშვები უნდა გაიზარდონ და მერე უკვე შეიძლება ეს ინგლისურიც, ეს სხვა მუსიკების მე არ გეუბნებით რომ ეს მუსიკას თუ სხვა არის, მაგრამ პრაქტიკულად ეს ჟანრი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, ეს არის უდიდესი ჟანრი, არის საქართველოს კულტურის ჟანრი და ეს უდიდესი დიდი მადლობა მე მინდა გადაუხადო ინგა ხაჩიძეს, რომ ჩვენი მასწავლებელს, რომ ძალიანად შეაყვარა. მე პირადად ვამბობ, რომ ჩემს შვილიშვილს შეაყვარა, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა მაგას რეპი, უყვარდა მაგას ინგლისური, მაგრამ აი ეს მე არც ვიფიქრებდი, რომ მაგან ფოლკლორში ესე წაიწევოდა და შეუყვარდებოდა ეგ სიმღერები. ჩემი ხედვიდან, როგორც ასტროპაროფსიქოლოგი, მე მინდა გითხრათ, მე გირჩევთ ყველას მოხვიდეთ ინგა ხაჩიძესთან, იმიტომ იმ ხელაზე თბილი და კეთილი აურა ისე გადაზდებს ხალხზე და ბავშვებზე, რომ შეიძლება ძალიან ბევრმა ვერც გადადონ, აი ეს შეიძლება ვასწავლონ ბავშვების სიმღერა, მაგრამ აი ეს სითბო, ეს პატარა ოჯახური სითბო ძალიან აი ჩანს სიმღერის დროსაც და სწავლების დროსაც. გეთანხმებით ნამდვილად ეს ასია და როცა ამ ბავშვებს უსმენდი, მე თვითონ ახლა ვფიქრობდი, აი ალბათ ჩემ ბავშვებსაც, ჩემ შვილიშვილებსაც ეს მშობლებს დიდი მადლობა, ვინც ბავშვები აზიარა ამ ხელოვნებას, მე ასე ვიტყოდი და მადლობა თქვენ ქალბატონო ანა, თქვენ არაფერი არ გეშლებათ, მაინც რაც უწინასწარ მეტყველებთ ამ ბავშვებს. მე უწინასწარ მეტყველებ დიდ მომავალს. დიდ მომავალს და დიდ სცენას, სადაც გაივლიან როგორც მთლიანი საქართველო, ისე საზღვარგარეთი და აჩვენებენ მომავალს და აჩვენებენ ევროპაშიც აჩვენებენ რა არის ფოლკლორი, რა არის ქართული ჟანრი და როგორ უნდა იმღერონ. დაიხარეთ, კიდევ ერთხელ მეც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ინგას იმისთვის, რომ მეც ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და როცა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს ჰიმს, ჰანგს, სიტყვებს, ფოლკლორს და მშობლებსაც, ვინც მოიყვანა ბავშვები და უნდა რომ ქართულით აღზარდონ, ყველას ძალიან დიდი მადლობა და მადლობა თქვენ. კიდევ დიდი მადლობა ქალბატონ ინგას ხაჩიძეს და ვუსურვებ მეტი და მეტი საუკეთესო ხმები იპოვოს საქართველოში. გაიხარეთ მშვიდობო წარმატებები. მოგესალმები ბავშვებო. ეხლა პირდაპირ კონცერტიდან შესრულებიდან გამოვედი და მე როგორც ჟურნალისტი და მოქალაქე აღფრთოვანებული ვარ. თქვენ რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს, როცა აი ესეთ ტკბილად ლამაზად ასრულებთ ქართულ სიმღერებს? მაგალითად, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქვია კესანელი, ჩემთვის დაუჯერებელი იყო ეს, ჩვენთვის ფაქტურად პირველი გამოსვლა იყო როგორც ჯგუფის ტელეპლუსში და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი როგორც ჩვენს მასწავლებელს და პედაგოგს ინგა ხაჩიძეს, ასევე ტელეპლუსს. თქვენ შეხვარი ტყობი რამეს? არა? ძალიან მოხარული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი პირველი გამოსვლა როგორც კესანელები ვამაყობ რომ კესანელი მქვია და პედაგოგს ვუხდი რა თქმა უნდა მადლობას და ასევე ტელეპლუსს. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ. წინ ძალიან დიდი გზა გაქვთ. გაიხარეთ. როგორ შეაფასებდით დღევანდელ გამოსვლას? ვინაიდან რადგანაც მე და ლაზარე ვართ სოლისტები, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს თვითონ გუნდთან და ასევე მაყურებელთან. და მაინც მინდა გკითხოთ, აი ეს თქვენი არჩევანი იყო? აი ამ გუნდში რომ მომხდარიყავით თუ როგორ? მშობლები ზოგჯერ არის რომ გეუბნება რომ გინდა არ ფოლკლორში უნდა წახვიდეთ. აი თქვენი არჩევანი იყო თუ რომ მშობლებმა გიხსნა? დიახ, ჩვენი არჩევანი იყო, იმიტომ რომ ძალიან მოგწონს ეს გუნდი კესანე და კესანელები რო ვარ ძალიან მიხარია. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ამ სიმღერებს მღერიხართ ქართულს? ძალიან კარგი გრძნობა. პირველ რიგში მინდა რომ მადლობა გადაუხადო ჩემი ინგამ
უცოდ ვისაფის სტუდიაზე. ხო, კაი, თქვი აქ მაგ. და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო TV+ რომ მოგვიწვიეს. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებ და კიდევ ერთხელ როგორც ყოველს თქვენ ძალიან დიდი გზა გაქვს გასავლელი, რომელსაც დარწმუნებული ვარ წინვალეთ გავლებ და კიდევ მრავალჯერ მოხდებით TV+-ის ეკრანზე. გაიხარეთ, წარმატებები.